დღეს რასაც რიკოთის მაგისტრალზე ხედავთ მეწყერების გარდა ძალიან რთულ ძალიან რთული სიტუაცია იქნება სანაყაროებთან, ფუჭიქანების განთავსებასთან დაკავშირებითაც. რიკოთზე მას შემდეგ რაც გვირაბები გაბურღეს და ასევე მეწყრები ჩამოწვა, ძალიან დიდი ინერტული მასალის განთავსება გახდა საჭირო სპეციალურად მომზადებულ სანაყაროებზე, მაგრამ ეს სანაყაროების ტერიტორიები არ არის სათანადოდ მომზადებული, მაგალითად მთელ რიგ შემთხვევებში არ არის წყალარინების სისტემა, რის გამოც ფიზიკური საფრთხე ექმნებათ ადგილობრივებს, რადგანაც სათანადოდ არ არის დაცული ეს მასა, რომელიც განთავსებულია ძალიან მოწყვლად ადგილებში, ეს არის ხეობები, მდინარის ხეობები, მდინარის კალაპოტებთან ძალიან ახლოს თუ კალაპოტებში არა. და მნიშვნელოვანია ამ საკითხების კომპლექსურად განხილვა და ადგილობრივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ. არც ერთი სანაყარო არ არის განთავსებული იზოლირებულ ადგილას. ეს არის ძალიან ახლოს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და ასევე ძალიან ახლოს მაგისტრალურ გზასთან. ამიტომ არის რისკები, რომ სტიქიური მოვლენების განვითარების შემთხვევაში ეს დასახლებული პუნქტები, ავტომაგისტრალიც აღმოჩნდეს ამ რისკის ზონაში. და ეს არის კვლევის საგანი, რომელიც აუცილებელია რომ განხორციელდეს და გზების დეპარტამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხების ორგანიზებასა და სისტემატიზებაზე და რისკების გათვლაზე. ზოგადად სახელმწიფოს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ შემთხვევაში კერძოდ გზების დეპარტამენტს რომელიც პასუხისმგებელია მაგისტრალური გზების მშენებლობაზე და შესაბამისად ზედამხედველობას უწევს კომპანიების საქმიანობას ადგილზე, ევალება ამ პროცესის მონიტორინგი და იგი სრულად არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ადგილზე ხდება. თუ შევხედავთ იმას, როგორ ხდება მაგისტრალური გზის დაგეგმვა და ამ მაგისტრალური გზის გაყვანის პროცესი, ერთი კითხვა რაც ჩნდება, არის რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხები გადაწყვეტილების მიღების პირებისთვის. სამწუხარო არის სწორედ ის, რომ ადგილობრივების უსაფრთხოებას არ ექცევა სათანადო ყურადღება. თითქოს პრიორიტეტი არის ამ გზის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, პრიორიტეტი არის ამ გზის რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით დასრულება, რაც თავისთავად შემდგომ წარმოშობს უსაფრთხოების რისკებს, თუ იგი არ არის სათანადოდ გათვალისწინებული. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციას, ძალიან ინერტულები არიან, მაშინ როდესაც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. თუ არის რეაქცია, როგორც ეს არის დაგვიანებული, ან არის ძალიან დიდი ზეწოლის შედეგად პასუხი, მაგრამ როგორც ჩვენი კომუნიკაცია და როგორც ადგილობრივებიც გვიყვებიან, თუ კი კომუნიკაცია ხდება, როგორც წესი, ამის ინიციატორები არიან თავად მოსახლეობა, ვართ ჩვენ, არ ხდება ინფორმაციის სათანადოდ გავრცელება, არ ხდება ამ რისკების შესახებ ადგილობრივებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. და პირიქით ხდება ადგილობრივი მოსახლეობის დამონათება იმით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და უკმაყოფილების გამოთქმა ითვლება ამ პროექტის წინააღმდეგ გამოთქმულ აზრად, რაც რეალურად ასე სულაც არაა, რადგან არც მოსახლეობა არ არის წინააღმდეგი ამ გზების პროექტების განხორციელების, არც ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი. ერთადერთი რასაც ვითხოვთ არის ის, რომ ეს გზები იყოს უსაფრთხო.